პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ზოგადად ქირურგია რაღაც აღიქმება სტერეოტიპია, მაინც მამაკაცო პროფესია. წარმატებული ქალბატონი პლასტიკური ქირურგი უფრო გამონაკლისი იყო, რა თქმა უნდა. დიდი ძუძუების მიღება მიზანი აღარ არის, ხო? ზუსტად ამისთვის ვარ ჩვენ და არა იმისთვის, რომ ყველა ერთმანეთს დავამსგავსოთ და რაღაცა სტანდარტში ჩავაყენოთ. ადამიანს ოპერაციის შემდგომი მიღებული შედეგის დანახვა სურს ერთ თვეში. ეს თურმე ქმნის არასწორ მოლოდინს, რომ აი ესე მექნება მეც. მუცლის წინაკედლის ცხიმოვანი ქსოვილი ზედმეტი მაქვს და მოდი მოვემზადოთ. ხანდახან შეიძლება პლასტიკური ოპერაცია საერთოდ არ ჭირდებოდეს და აბსოლუტურად სხვა რჩევა მივცე. იმის ცხვირი ყველაზე მაგარია. იმას ტუჩი გამოზდის. მაგალითად პაციენტი იმყოფება ძლიერ სტრესში, ვთქვათ, დაშორდა მეუღლეს. ხარი გითხრა ეს საინტერესოა. ფიქრობენ, რომ რაღაცა დააშავეს. დავამსხვრიოთ მითები? უფრო მეტი ბატონი მოდის ჩვენამდე, ეს დაიწყო ყველაფერი მეუღლეებით. ქირურგები კონვეირივით მუშაობენ და შემდეგი. ჩემი დასკვნა აღმოჩნდა, რომ ესე პლასტიკური ქირურგია არ უნდა იმუშაოს. აჟიტირებული მოდის, უხარია, მოვიდა ექიმთან და უცებ უარით ისტუმრებ. არ ვხედავ დეფექტს, არ ვხედავ მინუსს, მე ვხედავ ადამიანის სილამაზეს, არსებულს, რომელიც ყველას გვაქვს. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით პოდკასტის ერთგულმაყურებელს, შემდეგი ეპიზოდით დაგიბრუნდით. მადლობა რომ გვიყურებთ, გამოგვიწერეთ და გამოვყევით. დღეს კარგი სტუმარი მყავს, საინტერესო თემა, პლასტიკური ქირურგი სალომე სვანაძე, ჟორდანიას კლინიკის სამედიცინო ცენტრის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სალომე, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი პოდკასტში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ესთეტიკური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია, საკუთარი თავის მოვლა, ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი პოდკასტის, რასაც მაყურებელი მიესალმება და ხშირად ინტერესით უყურებს და უსმენს კიდევაც. მოდი დავიწყოთ თქვენი ისტორიით, ხო? კარიერულად პლასტიკური ქირურგია, ზოგადად ქირურგია. რაღაც აღიქმება სტერეოტიპია, მაინც მამაკაცო პროფესიად. მე თვითონ 51 წლის ვარ და 27 წელი უწყვეტი კარიერა მქონდა პლასტიკურ ქირურგიაში. ბოლო 6 წელია გადავბაგდიკვე საინექციო პროცედურებში და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ კარგად ვიცი რამხელა შრომაა გაწეული და რა სირთულეებია ზოგადად ქირურგიაში მოღვაწეობა. თქვენთვის, როგორც ქალისთვის, იყო თუ არა ის პრობლემა, რომ თქვათ, ხალია ქირურგიაში მიდიხარ, როგორ იყო ეს თემა და რამდენად მარტივად გადაიარეთ ის სტერეოტიპი დაამსხვრიეთ და დადექით იმ ჯარში, რასაც ქვია ქირურგიის სამსახური. ნამდვილად ეგრე იყო. პირველ ნაბიჯებს როცა ვდგამდი, წარმატებული ქალბატონი პლასტიკური ქირურგი უფრო გამონაკლისი იყო, რა თქმა უნდა, ეს იყო რეალობა. მაგრამ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმეტესობა ეხლა რეზიდენტების 50%-ზე მეტი არის ქალბატონები და შესაბამისად დღევანდელი ინდუსტრია შეიცვალა. ეს არის უკვე მომავალი და ბუნებრივი ვითარება ამ სფეროში, რომ უფრო მეტი წარმატებული ქალბატონი ქირურგი გვყავს, არა მხოლოდ საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. ძალიან კარგი, მოკლე და კონკრეტული პასუხი. წარმატებები კვლავ და კვლავ კიდევ ერთხელ გენდერულად მე ხალხს არ გაუსმევ ამას, პროფესიონალი არის პროფესიონალი. უბრალოდ ფიზიკური გამძლეობაზე აქვს საუბარი, რაც პირობითად საკმაოდ რთულია და ამას შეიძლება წრთუნაც და გამოცდილებაც. კარგი. როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ სფეროში? საიდან აღმოჩნდი ზოგადად ქირურგიაში ან მედიცინაში? წინაპრების გზას გაყევი თუ თქვენი დამოუკიდებელი რაღაცა ასე ვთქვათ გადაწყვეტილება იყო ეს? ალბათ დამეთანხმებით, რომ პლასტიკური ქირურგია ის უნიკალური დარგი არის მედიცინაშიც და ქირურგიაშიც, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ქირურგიით. აქ არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ კარგი ქირურგი იყო. ძალიან ბევრი სხვა უნარი, გამძლეობა, ძალისხმევა, ფსიქოლოგია, ესთეტიკის აღქმა, გემოვნებაზე ბევრი მუშაობა არის საჭირო, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო და სიმართლე რომ გითხრათ, როცა დავინახე, პატარა ვიყავით საკმაოდ ადრე და სწრაფად. სკოლის პერიოდში ხდებოდა გადაწყვეტილებების ფორმირება. სკოლის პერიოდში 14 წლის ვიყავი, როცა დავინახე გადაცემა ამერიკელ პლასტიკურ ქირურგებზე, რომლებიც მუშაობდნენ პოსტბარიატრიულ кейსებზე. ძალიან დიდი წონის კლების შემდგომ
სხეულის აღდგენაზე და მაშინ მივხვდი რომ ამის გარდა აბსოლუტურად არაფერი აღარ მინდა. მოგეწონა. მომეწონა ძალიან. მოახდინა გარკვეული ზეგავლენა ამ საინტერესო გადაცემებია სხვა შორის. ნამდვილად. ხო, კარგი. რა პროცედურებს აკეთებს ჩვენი მაყურებლისთვის უფრო და ინტრიგა ჩავაგდოთ, რა არის სალომე სვანაძის ამჟამინდელი აქტიურ პრაქტიკაში მყოფი ექიმისათვის თავისთვის ყველაზე ესე ვთქვათ გამოცდილებაში დახვეწილი და დაღვინებული ოპერაციები, რასაც შენ პრაქტიკაში მიმართავ ვთქვათ. ყველაზე ხშირად რა პლასტიკურ ხირურგიაში და რეკონსტრუქციულ ხირურგიაში არის ათასობით ოპერაცია, ეს უამრავი ოპერაციაა, რომელიც შეიძლება მსხვილმასშტაბიანიდან სულ მცირე ინვაზიით დამთავრებული, ამის ჩამონათვალს და დასასრული არ აქვს. ხო, ტომეულებია პლასტიკური და რეკონსტრუქციული ხირურგიის ოპერაციათა. შენი როგორც პლასტიკური ხირურგის, ასე ვთქვათ, ჯოკერი, რომელი ოპერაციებია დღევანდელ ქართულ რეალობაში? კი ბატონო, მოკლედ რომ აღწეროთ, ეს არის მკერდის ოპერაციები, ნებისმიერი სირთულის, ასევე სრული სხეულის ჰარმონიზაციას უწოდებ მე ამას პირადად და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემი პაციენტებისთვის, ჩემი მიმართულება არის სწორედ კომბინირებული ოპერაციები. სიმულტანიური ჩარევები სხეულზე და სახეზეც თუ სხეულზეა საუბარი? სახეზეც, თუმცა ჩემი დარგის სახე არ არის, მე მყავს სპეციალისტი, რომელიც ამას ჩემთან ერთად აკეთებს, ორი გუნდი ერთდროულად მუშაობს და ვიგებთ თქვენს გეცოდინებათ, რა თქმა უნდა და აუხსნით უკეთესად მაყურებელს, რა არის როცა დროს ვიგებთ და ერთდროულად ვმუშაობთ. და ქირურგიც არიღლება და პაციენტიც, თუ ეს არის სწორი პაციენტი ამ კომბინირებული შერჩეული სწორად, აბსოლუტურად. გავიგე, ანუ სხეულის და პლასტიკური ქირურგია ძირითად შემთხვევებში არის თქვენი მაინც ძირითადი მიმართულება. ლიპოსაქციებიდან დაწყებული, აბდომინოპლასტიკა, ტორსოპლასტიკები, ბარძაყების პლასტიკა, ზუზუს აწევა, დაპატარება, რედუქცია, გადიდება, შესანიშნავია, ძალიან დიდი არეალია და საკმაოდ მასშტაბური ჩარევები სხვათა შორის. ერთობლივი ოპერაციები კიდე დღევანდელ მედიცინაში, როცა პაციენტი სათანადოდ არის შერჩეული, პლასტიკურ ქირურგიაში არის მისასალმებელი მხოლოდ და მხოლოდ. ბრავო, ძალიან კარგი. თქვენი აზრით და დაკვირვებებით სალომე. ბოლო, თქვათ, მოდი 10-15 წლის განმავლობაში. სოფლიო ტენდენციები თუ აკვირდებით, ხო, ჩვენ ვსწავლობთ, ვერკვევით, up to date მივყვებით სამედიცინო ინფორმაციას, ჟურნალებს ვკითხულობთ, ხო, ამ მიმართულებით. რა ტრენდები იცვლება, თქვათ, რა არის ის, რაც 10 წლის წინ იყო ძალიან პოპულარული და ახლა სრულიად არ არის, ან პირიქით? ძალიან მახარებს კოტე დღევანდელი ტრენდები. დღევანდელი სიტუაცია იცვლება ბუნებრიობისკენ. 15 წლის წინ როცა დავიწყე ეს დარგი ძალიან ცნობილი იქნება ყველა მაყურებლისთვის, რომ პლასტიკურ ქირურგიას ხშირად ქონდა არასწორი ასოციაცია არაბუნებრივ ხელოვნურ შედეგებამდე, როცა ადამიანი იყო იძულებული, რომ თავი რაღაცა სტანდარტებში ჩააყენოს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. რაც ჩემთვის არასწორია, აბსოლუტურად არაადამიანური არის და ერთ-ერთი მე ვფიქრობ პლასტიკური ქირურგის პასუხისმგებლობა როგორც ასევე სოციალური ინდივიდი ზუსტად არის რომ ეს გავაცნობიერო და ვისაუბროთ ამაზე რომ ყველა ადამიანი არის აბსოლუტურად უნიკალური და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ რომ ადამიანს დავეხმაროთ გამოვანჟღავნოთ ვინც რეალურად არის და ვისაც ხედავს სარკეში როცა არ ემთხვევა იმას როგორც გზნობს და შინაგანად ზუსტად ამისთვის ვარ ჩვენ და არა იმისთვის რომ ყველა ერთმანეთს დავამსგავსოთ და რაღაცა სტანდარტში ჩავაყენოთ. ამიტომ დღეს უკვე მე სიხარულით ვხედავ რომ უკვე ტერმინებიც არსებობს, ვთქვათ fashion model breast ან natural results, რომელიც აი აბსოლუტურად თუ არის ძირო ეს ჩარევა ჩატარებული იყო, ვერავინ ვერ მიხვდება, რომ პლასტიკურ ქირურგთან ქონდა შეხება. და ეს ძალიან მახარებს. სწორია, რა თქმა უნდა, ანუ ის უნიფიცირებულად ერთი და იგივე სტანდარტული სახეების ან სხეულის ფორმების ან დიდი ძუძუების მიღება მიზანი აღარ არის, ხო? ბუნებრიობა არის მაქსიმალურად ტრენდული. ტრენდული ხა ის სიტყვა არ არის, ჩემი აზრითაც აბსოლუტურად მოგყვები მაგაში, რომ თავარი ადამიანს პერსონალიზებულად დაუკმაყოფილოთ სურვილი და არა რაღაც სტანდარტიზებულად ერთი მეორეს გავდეს ეს ჩარევის შედეგები, ხო? სალომე, მოდი მაყურებელს უთხრათ შენი აზრით და მეც ამოყვები ამ დიალოგში, რომ პლასტიკური ქირურგია ზოგადად აღიქმება თითქოს აი პლასტიკური ოპერაცია გავიკეთეთ, თუმცა სინამდვილეში
ქირურგიისგან ის არაფრით არ განსხვავდება, გართულებების, რისკების, თანამდები პრობლემების, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის და სპეციფიკიდან გამომდინარე ის არის ჩვეულებრივი საკმაოდ მასშტაბური ჩარევა, რომელსაც მთელი ეს გვერდითი მოვლენები ახლავს. და ამის შესახებ პაციენტებს ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვაფრთხილებთ. მოდი შენ დაგვანახე მაყურებლისთვის და ერთადაც გავხადოთ ეს თემა საინტერესო, რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად რთულია ზოგადად ეს დარგი, ხო, რომ არ არის ესე ხელწამოსაკრავი პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. თუმცა რა თქმა უნდა, რთულ ქირურგიას რო შევადაროთ, კარდიოქირურგიას, თქვა თუ გართულებულ მუცლის ოპერაციებს და ამ შემდეგ, შეიძლება ვთქვა, რომ უფრო მარტივია, თუმცა ეს ასე არ არის. ნამდვილად. გეთანხმებით აბსოლუტურად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საოპერაციო პროცესის. ჩვენ პაციენტს ყოველთვის ვუხსნით, რომ ოპერაცია არ იწყება ოპერაციის დღეს. ოპერაცია იწყება წინასწარ ხანდახან თვებით ადრე ჩარევამდე. რატომ? იმიტომ რომ პაციენტი არ მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც უნდა მოემზადოს იმ შერჩეული ჩარევისთვის. მით უმეტეს როცა საუბარია ხანგრძლივ კომბინირებულ ოპერაციაზე. ამიტომ პაციენტი მულტიდისციპლინარულ გუნდთან წინასწარ და ეს ხშირად ხდება დისტანციურადაც კი, პაციენტის კომფორტის რადგან ბევრი არის ჩამოსვლელი. შესაბამისად, ყველა ჩვენი გუნდის წევრი, ექიმი, სამედიცინო კოორდინატორი, ენდოკრინოლოგი, ანესთეზიოლოგი ყველა ვეცნობით პაციენტს მის უნიკალურ ისტორიას და ანამნეზს და ვუმზადებთ მის მომზადების ეგრეთ წოდებულ სტრატეგიას, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მინიმალური რისკებით და სწორი მოლოდინით მიუდგეს ამ ჩარევას. ასევე ვახსენებ, რომ ოპერაცია არ არსებობს რეაბილიტაციის გარეშე, რეაბილიტაცია არის ოპერაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და წარმოადგენს წარმატების როგორც მინიმუმ 50%. როგორც წინვალად არ უნდა გავაკეთოთ ოპერაცია, აი ამ ესე ვთქვათ, ქირურგიული გუნდის და პაციენტის პარტნიორობის გარეშე წარმატებული შედეგი შეუძლებელია. გეთანხმები სალომე, მადლობა პასუხისათვის და ისიც უნდა დავამატოთ, რომ რეაბილიტაცია ხშირად არის სულ სწრაფი პაციენტები, ხშირია ეს მოვლენა ჩვენს ქვეყანაში არა ვართ გამონაკრიცები, როცა ადამიანს ოპერაციის შემდგომი მიღებული შედეგის დანახვა სურს ერთ თვეში. ან ორ თვეში, ან სამ თვეში. ნებისმიერი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია სახისა თუ სხეულის ქირურგიულ კორექციასთან, მინიმუმ 3-დან 12 თვემდე მაინც მოითხოვს რეზულტატიურობის შეფასებისთვის პერიოდს. ხო, იქ გააჩნია ბუნებრივია ჩარევის მასშტაბს, მაგრამ იქ სადაც სტარდება განაკვეთები, იქ სადაც ჭარბიქსოვილოვანი სტრუქტურის მოცილება ხდება, ნებისმიერ სიტუაციაში ეს არის მინიმუმ 1 წელი, როცა შენ შეგიძლია თქვა, რომ აი მე გავაკეთე ოპერაცია და შედეგად მივიღე აი ეს შედეგი. ხშირად არის ხოლმე, როცა ჩვენი პაციენტები მოითხოვენ ხოლმე სწრაფად რაღაცა კორექციის შეტანას, მაშინ როცა საბოლოო შედეგი არ არის დამდგარი. და ამ შემთხვევაში ცდომილებაა ხშირად და ადამიანი ვერ ხვდება, რომ დაიცადე და ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო დაგეგმილი. სწორია ხო მგონი? აბსოლუტურად გეთანხმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი აქ გავიარეთ. ძალიან ხშირად პაციენტი ზედმეტად ნერვიულობს თუ როგორი შედეგი იქნება, ზედმეტად ადრე და ძალიან ჩვენ ყოველთვის ვითარდებით და ასევე ვცდილობთ, იმიტომ რომ პროფესიონალური დეფორმაცია ასეთვise გვაქვს, რაც ჩვენთვის ბუნებრივი არის, არ არის ელემენტარული პაციენტისთვის. ამიტომ ყოველ დღე ვეცნობით თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უკეთესად, კიდევ უფრო გასაგებად ავუხსნათ პაციენტს, რა ელის, როგორი მოლოდინი უნდა ჰქონდეს და აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი მიზანი პაციენტს რატო აქვს ესეთი მოლოდინი, რომ საოპერაციოდან უკვე გამოვა იდეალურ ფორმაში, ხანდახან არ ვაჭარბებ მართლა ესეთი მოლოდინი, რომ მეორე დღეს ყველაფერი იდეალური იქნება, ნაკერიდან დაწყებული, უკვე შეხორცებული დახვდება და ფორმით დასრული, რაც რა თქმა უნდა, მინიმუმ 12 თვე ჭირდება ამ პროცესს. და ერთ-ერთი მიზეზი ამის არის სოციალურ ქსელებში არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, რაც ხანდახან ბუნებრივია და შეიძლება ექიმი ამას ვერც იაზრებს. ჩვენ ხშირად გვაქვს დადებული before-ი, ხო? რა იყო და after-ი ეგრევე. და ეს თურმე ქმნის არასწორ მოლოდინს, რომ აი ესე მექნება მეც. მაგის მიღმა სალომე მეც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როდესაც ფოტომასალა არის გამოქვეყნებული სოციალურ სივრცეებში, იქ არასდროს არ შეიძლება იქნას გამოყენებული კოსმეტიკა, იქ არ უნდა იყოს გამოყენებული ფოტომონტაჟი, იქ არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა ტექნიკური მხარეები, რაც შეალამაზებს მიღებულ რეზულტატს. იმიტომ რომ ეს არის ცდომილება, რაც ატყუებს ადამიანს და მე რეალობაში ეჯახება სრულიად სხვა რეალობას, თუმცა ის რეალობა არაფერი საშიში არ არის. დალოდება დრო და მოთმინებაა საჭირო, ხო?
მე პატარა ჭრა მექნება თქვენის ნებართვით, წყალი მთის, Coca-Cola ბოთლს ჯორჯიას მიერ ჩამოსხმული ახალი პროდუქტი, თუმცა უკვე არც ისე ახალი, გაზირებული და მინერალიზებული, თან ბრომატის გარეშე. გასინჯეთ გონი მოგეწონება. ასევე ჩვენი ერთგული სპონსორია და ძალიან დიდი მადლობა მათ, ეს არის აჰავა, წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს უკტარის ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი, ვის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენერებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება სივრცეში პოდკასტ პოინტის შესანიშნავი გარემო, კარგი ტექნიკური აღჭურვილობა და ძალიან კარგი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერში მეც მეხმარება და ბევრ სხვასაც ამ მიმართულების წარმოებაში. სალომე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის გაჩენისათვის? რა არის მთავარი კომუნიკაციისას, რასაც შენ როგორც პროფესიონალი და ზოგადად ეს ეთიკაა, სამეცნიერო ეთიკა, როცა ადამიანი ექიმი ღებულობს პაციენტს, პირველი კონსულტაციაა და მე მყარდება გარკვეული ენერგეტიკული ბმა, ხო? ამის გარეშე შედეგზე ფიქრი ძალიან რთულია, ანუ ნდობა და ამ ნდობის გამართლება, ხო? აბა მოდი ამაზე ვისაუბროთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის transparency, ღიაობა და რეალისტური საუბარი. პროფესიონალური რა თქმა უნდა, მაგრამ პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ მე მისი გუნდი ვარ, რომ მე მისი ინტერესი მაქვს პირველ ადგილზე და არა ჩემი ინტერესი. ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ხანდახან კი არა, ყოველთვის ნებისმიერ ადამიანს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ყველა ვართ უნიკალური. და რასაც თქვათ მის მეგობარს, რაც მისთვის იყო კარგი, ამ ადამიანისთვის სულ სხვა იქნება საჭირო. და როცა პაციენტი გრძნობს, რომ მე მხოლოდ იმაში ვარ დაინტერესებული, რომ ამ პაციენტს საუკეთესოდ მოვარო, ხანდახან ეს მოვლა შეიძლება იყოს ვარი. რა თქმა უნდა. ამას როცა პაციენტი გრძნობს, მაშინ სრული ნდობით არის ჩვენს მიმართ განწყობილი. რა თქმა უნდა, სიმართლე და მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავს გავუკეთებდი და არაფერი მეტი, ხო? როცა ამ პრინციპებს მისდევ, ადამიანი ამას გრძნობს. შეგრძნებების დონეზეა ეს ყველაფერი დაყვანილი და არა ტექნიკურ მხარეზე, ხო? შესაბამისად, როცა ექიმი პირნათელია საკუთარ თავთან და პროფესიასთან, შედეგებიც ადეკვატურად ამართლებს პაციენტთან მიმართებაში. ან ეუბნები თუნდაც არას, ესე ზრუნვა, მადლობა ამ პასუხისათვის. რა ეტაპებს გადის დღევანდელ რეალობაში პაციენტი მაშინ, როდესაც იგეგმება გეგმიურად პლასტიკური ოპერაციის, ანუ მოდი ესთეტიკურ მხარეზე ვისაუბროთ, არა რაღაც რეკონსტრუქციული და დიდი ჩარევა, არამედ თქვათ ესთეტიკური ცვლილების მოტანის მიზნით წარმოებული პროცედურა. რა ეტაპებია გასავლელი? მოვიდი მე თქვენთან, სალომე, გამარჯობა, მე არ მომწონს ჩემი ცხვირი სიტყვაზე ან რაღაცა მუცლის წინაკედლის ცხიმოვანი ქსოვილი, ზედმეტი მაქვს და მოდი მოვემზადოთ. აი, მოსვლიდან ოპერაციის თარიღამდე რა უნდა გაიაროს ადამიანმა? კი ბატონო, ყველაფერი იწყება საუბრით. მე ყოველთვის ბევრ დროს ვიტოვებ ამ პირველი საუბრისთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებელი უკმაყოფილება, რაც პოტენციურად შესაძლებელია ოპერაციის შემდგომ, ზუსტად ამ ეტაპზე ხდება, როცა პაციენტს და ექიმს არ აქვს შესაბამისი კავშირი. მე ვაძლევ თითოეულ პაციენტს იმდენ დროს, რომელიც მას სჭირდება, რომ მთელი მისი ისტორია მომეყვეს, მე მაინტერესებს რა ადამიანი მიზის წინ და რითი შემიძლია დავეხმარო. ხანდახან შეიძლება პლასტიკური ოპერაცია საერთოდ არ ჭირდებოდეს და აბსოლუტურად სხვა რჩევა მივცე, რომ მან თავისთავად უკეთესად იგრძნოს. ან შეიძლება უბრალოდ სწორია მისი, ესე ვთქვათ, ჩივილი არსებობს, უბრალოდ დრო არის არასწორი დღეს. მაგალითად პაციენტი იმყოფება ძლიერ სტრესში, ვთქვათ, დაშორდა მეუღლეს, ამის ფონზე ღებულობს გაწყვეტილებას. კი, აი აქ ძალიან ფაქიზად უნდა მოვიქცოთ და ყურადღებით პაციენტს, რომ არასწორ დროს, არასწორი ჩარევა არც ერთ შემთხვევაში არ გაუკეთოთ, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს. შემდგომ ამ საუბრის მერე ჩვენ ვაძლევთ პაციენტს დროს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, იგრძნოს, რამდენად ჩვენ სწორი პარტნიორები ვართ მისთვის და ჩვენც იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ გუნდურად, რამდენად ჩვენ სწორი კანდიდატი ვართ, რომ პაციენტს დავეხმაროთ. შემდგომ არის ის გზა, რომელიც თითოეული პაციენტისთვის განსხვავებულია, ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მოკლე იყოს, ვიღაცისთვის უფრო რთული და ხანგრძლივი, მომზადება. ხშირად ჩვენი პაციენტები არიან პაციენტები, ვისაც აწუხებს ასევე ჭარბიწონა და ჩვენ აქაც არ გვიყვარს სწრაფი შედეგები,
ჩვენ ვიკლებთ რატომ მოხდა ეს პრობლემა, რა ჭირდება იმისთვის, რომ პაციენტმა ეს გზა გაიაროს და რაც მთავარია, როგორი კრიტერიუმები გვჭირდება, რომ ეს პაციენტი ჯანსაღად და მინიმალური რისკით მოვიყვანოთ ოპერაციამდე. მთელი გუნდი ამაში არის ჩართული. ეს შეიძლება იყოს 1 თვე, შეიძლება იყოს 6 თვე, გაჩნია სიტუაციას. შემდგომ კიდევ ერთხელ ხვდებით პაციენტს და კიდევ ჭარბწონიან პაციენტებზე საუბარი ხაზი გაუშვათ არა, ნებისმიერ პაციენტს უბრალოდ როგორც მაგალითი მოვიყვანე, რომ რა შეიძლება იყოს, რასთან დაკავშირებით შეიძლება ცოტა უფრო გრძელი ეს წინასაოპერაციო პერიოდი გაგვიგზელდეს. შემდგომ უკვე კიდევ ერთხელ ხვდებით პირადად პაციენტს, კიდევ ვესაუბრებით, კიდევ უფრო დეტალურად ჩავდივართ და მე ძალიან მიყვარს ვიზუალიზაცია. პაციენტს ყოველთვის მისთვის ვუღებ ფოტოებს, სარკესთან ვაყენებ და ყველაფერს აბსოლუტურად სრულ ანატომიას ვუყვები პაციენტს, რომ ადამიანი არ არის სიმეტრიული, რომ ჩვენი საწყისი ანატომია ასე თუ ისე ყოველთვის მაინც დარჩება და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, რაც კი ფიზიკურად შემიძლია პაციენტთან გავდივარ, ყველა მის შფოთს, კითხვას, ყველაფერს მასთან ერთად გავდივარ და შემდგომ კიდევ არის მოუყვები არის ესეთი ნებისმიერი წინა საოპერაციო მომზადების დროს ვაწერთ ხელს თანხმობაზე, სამედიცინო თანხმობაზე. ჩვენ ის თანხმობა კიდევ გავაგრძელეთ, ისეთი ენით დავწერეთ, რომ ეს პაციენტისთვის იყოს აბსოლუტურად ნათელი, კრაწერია და შევარჩიეთ ამერიკული პროტოკოლები, რომელიც გადავაკეთეთ ჩვენი კულტურისთვის, რომ იყოს უფრო აღსაქმელი. გვაქვს სურათებიც, გვაქვს აღწერა პროცედურის და ყველა შესაძლებელი გართულება, რაც უკავშირდება უშუალოდ ესთეტიკურ ჩარევას და ზოგადად, ვთქვათ, ზოგად ანესთეზიის და რისკებს ზუსტად რომ პაციენტს თან ვაძლევთ წინასწარ ჩვენ შევამჩნიათ რომ როცა პაციენტი ამ დოკუმენტს ხელს აწერს ოპერაციამდე რამდენიმე 1 საათში ვთქვათ მას ნაკლები უნარი აქვს რომ აღიქვას იმ დოკუმენტში რა წერია ამიტომ ცოტა ავწიეთ დრო გაზარდეთ დრო წინა პერიოდი დიახ რომ პაციენტს კონდეს გაცნობიერებისთვის დრო ნამდვილად. კარგი. პოსტოპერაციული პერიოდში რას ელის ძირითად შემთხვევებში მაგალითად ის პაციენტები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ იმ ნოზოლოგიებში, როცა არის წონაშიკლების შემდგომი პლასტიკები, წონასთან დაკავშირებული და ასოცირებული სხვა ჩარევები. რა ტიპის მოლოდინები უნდა გქონდეს ჩვენ მსმენელს, თუ კი გადაწყვიტა თქვა სალომესთან მოსვლა და თქვენ გუნდთან ერთად სხეულის ფორმის მოდელირებებზე მუშაობა. რა არის ეს სტაციონარში რამდენი ხანი ყომდება ძირითადად ადამიანი, რა ხანგრძლივობის არის ეს ოპერაციები და რამდენ ხანში დაუბრუნდება მაგალითად უდიდეს უმრავლესობა შემთხვევებზე ვისაუბროთ ახლა ყველაფერზე ვერ ჩავეძიებით რა სოციალურ აქტივობას მაგალითად სამსახურს მე არ ვამბობ ახლა ფეხბურთის თამაშს და ჩოგბურთზე სიარულს ან აუზზე მაგრამ აი სოციალურ აქტივობას ყველა ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ ხდება ესე, რომ კომბინირებული ოპერაცია, ჩვეულებრივი ოპერაცია 1 საათიდან 6 საათამდე ტარდება. აქვე ვახსენებ, რომ ეს არის მიღებული რისკის მართვა, რადგან ჩვენ გვაქვს ესთეტიკური ჩარევა და არა ჯანმრთელობისთვის არა აუცილებელი, ამიტომ რისკის მართვა უნდა იყოს წარმოდგენილი ძალიან მკაცრად. 6 საათი არის ის დრო და ტაიმინგი, რომელსაც ჩვენ ვიფარგლებით, რომ რისკები არა გვეწიოს, მინიმუმდა დავწიოთ და ვაწარმოებთ ეგრეთ წოდებულ stagings. თუ ვთქვათ, ეს პოსტბარიატრიული პაციენტი, რომელსაც ძალიან ბევრი ჩარევა სჭირდება, ჩვენ ვატარებთ 2-3 ხანდახან 4 ჩარევას, რომ ეს ყველაფერი ნაკლები რისკით და უკეთესი შედეგით, რაც მთავარია, ჩავატაროთ. შემდგომ პაციენტი ჩვენთან რჩება, გააჩნია ოპერაციის სირთულისა, ან 1 დღე, ან 2 დღე, ხანდახან თუ ხედავთ, რომ ფსიქოლოგიურად პაციენტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, შეიძლება 3-4 და გაჩერდეს ჩვენთან. ეს უფრო ეხება მით უმეტეს ჩამოსვლელ პაციენტებს, რადგან ხანდახან ისინი მარტო ჩამოდიან, ამ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივად ტოვებთ ჩვენთან, რომ მეტი ზრუნვა და მეტი კომფორტი იგრძნოს პაციენტმა. შემდგომ იწყება ყველაზე საინტერესო რამ, ამაზე ვიდეოებიც ჩაუწერეთ პაციენტებს, როცა ისინი იღვიძებენ, პალატაში ხვდებათ ასეთი ვიდეო, სადაც აღწერილი არის, როგორ უნდა ადგენ, რა უნდა გააკეთონ, რომ ცოტა უფრო სახალისო, საინტერესო და ვიზუალური ფორმატით ეს ინფორმაცია პაციენტებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, არა მარტო სიტყვიერად. მერე არის უკვე ვუხსნი პაციენტს, რომ უკვე იწყება თქვენი ნაწილი. უკვე დისციპლინა წყვეტს თუ როგორი შედეგი გვაქვს და ჩვენ ყველა ნაბიჯზე ვართ ჩართულები და მინიმუმ 1 წელი ჩვენ პაციენტთან მუდმივი შეხება გვაქვს განსაზღვრულ დროს. პირველი თვე თითქმის ყოველდღიურად დღე-გამოშვებით პაციენტი ჩვენთან არის. როგორც კი ეწერება გადადის ამბულატორიულ სივრცეში, სადაც შექმნილი არის ყველა პირობა, რომ პაციენტმა რეაბილიტაცია ჩაიაროს წარმატებით. ეს არის ყველა თანამედროვე მიდგომა, რადგან ჩვენ ვატარებთ საკმაოდ რთულ ოპერაციებს. ეს ოპერაციები სარეაბილიტაციო პროტოკოლ
პროტოკოლის გარეშე და ეგრეთ წოდებული ერას პროტოკოლის გარეშე, რაც გახავთ სწრაფი პაციენტის აქტივაცია იმისთვის, რომ შეშუპება ნაკლები ქონდეს, ნაკერი უკეთესად ფორმირდეს და ასე შემდეგ. ამისთვის რომ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ჩვენ არაფერი არ გამოგჩეს, იმიტომ რომ პაციენტმა როგორც მინიმუმ შეიძლება რაღაცა არასწორად გაიგოს. თავისი ტრიკოტაჟი არასწორად ჩაიცვას, რაც ქონდეს ნაკეთს და ასე შემდეგ. ყველა ამ ეს დეტალი რომ იყოს სწორად და შესრულებული. თითქმის ყოველდღიურად დღე გამოშვები ჩვენი პაციენტი მოდის ჩვენთან, ჩვენ გადახოვას ვაკეთებთ, ვიზუალურად ვუყურებთ და ყოველ დღე რეაბილიტაციის სპეციალისტი, რომელიც ყავს დატრენინგებული თანამედროვე მიდგომებით, აი ლიპოსკულპტურის შემდგომ, როგორი ლიმფოდრენაჟული პროცედურები და აპარატურული ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს შეშუპება, რომელმაც შეიძლება ჩვენი შედეგი გააუარესოს, რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ, ლიმფატიური სისტემა რაც შეიძლება სწრაფად გავააქტიუროთ ზუსტად და მოკლედ ყველანაირად დავახმაროთ შეხორცების პროცესს. თქვენ ტექნოლოგია ახსენეთ და თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება რეაბილიტაციაში ადამიანს. ან თქვათ იგივე ინტრაოპერაციული პერიოდის დროს. რა არის ის, რასაც თქვათ დღეს უმადლით როგორც ექიმი, რამაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაგიმარტივათ ან ინტრა ან პოსტოპერაციული პაციენტის მართვა. დიახ, უპირველესად ყოვლისა არის პაციენტი და მისი ინტერესი და უკვე ამის შესაბამისად ჩვენ ვირჩევთ იმ ტექნოლოგიებს, რაც არ უნდა ხდებოდეს მარკეტინგში, ესეც მნიშვნელოვანი კუთხეა. ვირჩევთ იმ ტექნოლოგიებს, რომელიც ზუსტად ვიცით პაციენტს დაეხმარება და შედეგებს დაეხმარება. საოპერაციოში ეს გახლავთ ისეთი აპარატები, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, არის კანის დაჭიმვის აპარატები, რომელიც გვეხმარება რომ გავაკეთოთ ხანდახან ნაკლები მასშტაბის შარევა. იმის ხარჯზე რომ ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთ სტიმულირება მოახდინოთ. ზუსტად კოლაგენის სტიმულირება და შევკუმშავთ კანი. მაგალითად არგონპლაზმის ენერგიის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია დღეს ბევრად უფრო მასშტაბური ლიპოსკულპტურა, ლიპოსაქცია ჩავატაროთ. წრიული ლიპოსაქციას ვის ის იგრი მაგალითად ფეხის, რაც 3-4 წლის წინ ამ სერვის პაციენტს ვერ ვეთავაზობდი. იმიტომ რომ კანი მოდუნდებოდა და საჭირო ექნებოდა განაკვეთი. დამატებით. აბსოლუტურად. დღეს უკვე რუთინულად ვაკეთებთ ამ პროცედურას. ასევე რაც ძალიან მიხარია დავიწყეთ ლიპედემის პაციენტების მკურნალობა, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და ამას აუხსნათ ეგ ლიპედემა რა არის? აუცილებლად ლიპედემა არის პათოლოგიური ცხიმგროვა, ძირითადად აწუხებს ქალბატონებს და ძირითადი ცხიმგროვა ხდება ქვედა კიდურების, ხანდახან ზედა კიდურების მიდამოში. და იმდანად არ არსებობს awareness-ი ამაზე, რომ უმეტესობა პაციენტების ფიქრობენ, რომ ეს არის მათი რაღაცა დააშავეს. მე არასწორად ვარჯიშობ. ხო, ამის გამო მოხდა ეს. მე ცუდად ვჭამ, აი ჩემი მეგობრები არავის არ აქვს ესეთი ფეხი და მე მაქვს. ხო, არასწორად ვაკეთებ რაღაცას და ეს არის ზუსტად პათოფიზიოლოგია დღეს არ ვიცით, ერთადერთი ვიცით რომ არის გამკრივებული, ცხიმოვანი უჯრედებული, დაფიბროზებული, ეგრეთ წოდებული და ამის შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი არის არასწორი ლიმფატიური სისტემის ანატომია. და ამას ჭირდება აბსოლუტურად სხვა მიდგომა, აბსოლუტურად სხვა ტექნიკა ლიპოსაქციის, lymphatic sparing ტექნიკ, რომ არ გაუარესოთ სიტუაცია და დაეხმაროთ პაციენტს და აქაც საკმაოდ ბევრი ტექნოლოგია არის საჭირო და კარგია, სწორია, იმიტომ რომ თანამდებად ქირურგიის ასეთი რადიკალური ეტაპური განვითარება ბოლო 20-25 წლის მანძილზე გარდა რომ ტექნოლოგიური ჩანართებისა პრაქტიკულად არ მომხდარა, იმიტომ რომ ეს ძალიან დახვეწილი არის ეს დარგი და ისტორია აქვს ჩვენ წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან და ბოლო ვთქვათ 2 საუკუნის ან ბოლო 1 საუკუნის მანძილზე იმდენად განვითარდა, რომ ტექნიკური მხარე უკვე უფრო იხვეწება, ვიდრე რაღაცა იცვლება, ხო? ამ დახვეწილობაში შემოაქვს თავისი ავტორიტეტი უკვე ტექნიკურ დივაისებს, ანუ საშუალებებს, რაც ქირურგს ეხმარება პაციენტის მართვასა და რეაბილიტაციაში. იგივე საანესთეზიო საშუალებები, საანესთეზიო მანქანები, ოპერაციის დროს, ვთქვათ, პრევენციული მიზნით გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები, რაც უსაფრთხოებაზეა გათვლილი. რა გადაწყვეტილება მიგიღიათ ისეთი, რაც დაგამახსოვრდა შენი პროფესიული კარიერის განმავლობაში, ისე მძაფრად დაგახსოვდა. კარგი გაგებით, ან ვთქვათ, რაღაცა მომენტი იყო, როცა ექიმის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ხოლმე ხშირად და მე ესეთი შემთხვევა ყოფილა, ან დიდი მასშტაბის ოპერაცია, რომელიც დაგამახსოვრდა, რომელიც დასრულდა კარგად და ადამიანი ბედნიერია.
ალბათ გავიხსენე ბოლო кейს, როცა პაციენტს ეგონა რომ სჭირდებოდა ძალიან დიდი ჩარევა და მე გავუკეთე მინი ინვაზიური ჩარევა, რომელიც ჩემთვის, ესე ვთქვათ, შეიძლება ესეთი exciting არ იყოს, როგორც ქირურგისთვის, მაგრამ ბევრად უფრო მარტივად, ბევრად უფრო სწრაფად გაიარა რეაბილიტაცია მინიმალური რისკებით და ძალიან ბედნიერი. ანუ ეს ჩვეულ რუტინულ ცხოვრებაში როგორც ქირურგ, შენ გაქვს ის ჯოკერი, რომ ადამიანს შესთავაზო მაგალითად, რა ვიცი, შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაღაც ისეთი, რაც მის მოლოდინებს აჭარბებს, თუმცა ჩარევა მცირდება. ზუსტად. კარგი. სალომე, თქვენ აღნიშნეთ, რომ გიყვართ ეს მიმართულება, ხო? სხეულის პლასტიკური ქირურგია, ხო? რას თავაზობთ თქვენ განსაკუთრებულს და რატომ უნდა წავიდე მე, როგორც პაციენტი სალომესთან და არ წავიდე სხვა რაღაც ჩამოთვლი ქირურგთა ათეულს მინიმუმ საქართველოში ვინც არის, შეიძლება 20-ეული და 30-ეული საკუთარ თავს არ გულისხმობ. მაგრამ რატომ უნდა წავიდე სალომესთან? მე ვფიქრობ, რომ რითი ამაყობს სალომე, რა გამოცდილებით? ალბათ იმ გამოცდილებით და გააზრებით, რომ ან რა ოპერაციების სპეციფიკით თქვა. სიამოვნებით, რომ კონკურენცია არ არსებობს რეალურად, რატო? იმიტომ რომ ყველა ნებისმიერ სპეციალისტს ყავს თავისი აუდიტორია. და მე შეიძლება არ ვიყო საუკეთესო ექიმი ამ კონკრეტული პაციენტისთვის. იმიტომ რომ მე მწამს ჩემი საკუთარი იდეალები, ჩემი გემოვნება მაქვს და ჩემი მიდგომები, რომელსაც სჭირდება თავისი პაციენტი. და ალბათ ყველაზე მეტად ამითი ვამაყობ, რომ მე მაქვს ძალიან ბუნებრივი ხედვა. და მე ყოველთვის, ვიცით რა, არ ვხედავ დეფექტს, არ ვხედავ მინუსს, მე ვხედავ ადამიანის სილამაზეს, არსებულს, რომელიც ყველას გვაქვს. პოზიტიური კონტექსტით შეაფასებთ, ასე თქვა. და იმის ირგვლივ მე და პაციენტი ერთად როგორც პარტნიორები ვაშენებთ იმ ჩარევას, რომელიც მისთვის საუკეთესო. კარგი ახსნა იყო. სამოტივაციო პაციენტისათვის. ანუ სწორია, კი, გეთანხმებით, ყველა ქირურგს აქვს თავისი მიდგომა, თავისი ხედვა და ყველა ქირურგს აქვს თავისი კონკრეტული პაციენტთა ჯგუფი, რომლებიც ისაა, თუ ეს არის თუ წამხედურობით, თუ სარეკლამო, ვთქვათ, ხრიკებით თუ ასე შემდეგ, ყველა თავის გზას პოულობს. ამიტომ საქართველო არ არის ძალიან დიდი ქვეყანა პოპულაციით, მაგრამ მოთხოვნადია ეს სფერო ჩვენს ასე ვთქვათ სოციუმში და მე მგონი ყველა ქირურგს ყავს თავისი პაციენტი. ასთავარია თქვენ იყო წარმატებული თქვენ პაციენტებთან. ეს არის თავარი, ხო? ISEPS არის ეგეთი ორგანიზაცია International Society of Aesthetic Plastic Surgery. ორჯერ გახდით ნაციონალური დელეგატი ამ საზოგადოების საქართველოში 8 წელი ვიყავი. მქონდა საშუალება ყოფილიყავი. თქვენც ხართ ამ ასოციაციის წევრი, ხო? ეს კარგია, იმიტომ რომ თქვენ გაძლევთ საერთაშორისო კომუნიკაციის საშუალებებს და გახსნილი არის ბევრი გზა, როცა გჭირდებათ რაღაცა მხარდაჭერა, იგივე ქვეყნის ფარგლებში თუ ფარგლებს გარეთ განათლების მიმართ, უწყვეტი სამეცნიერო განათლების მიმართ, რას აძლევს დღეს ქართველ ექიმს საერთაშორისო კავშირები? რამდენად მნიშვნელოვანია ეს? მოდი, როგორც ექიმმა, ახლა ქირურგიას რო თავი დავანებოთ, გითხარი ამის შესახებ ორი სიტყვა. რამდენად მნიშვნელოვანია რომ შენ იყო ყოველდღე დააპდეიტებული სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან? სამედიცინო სფეროს რეალობაში მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი რომ ყოველთვის გქონდეს საშუალება რომ up to date ინფორმაცია გქონდეს და ექიმებთან გამოცდილების გაცვლის საშუალება და ასევე პლასტიკური ქირურგია არის მაღალი ტექნოლოგიების სფერო და ყოველდღე რაღაცა იცი. კი, 100%. ყოველდღე მიდგომა ისე როგორც კოსმეტოლოგიაში ასე პლასტიკური ქირურგიაში, ამიტომ აუცილებელი არის რომ ჩვენ ამას თვალი ვადავნოთ და ჩვენს ვასწავლოთ და ჩვენი გამოცდილებაც გაუზიაროთ სხვა ექიმებს. და როცა ხდება ძალიან რთული кейსი, რომლის გამოცდილება ჩვენ მაგალითად არ გვაქვს, ყოველთვის შეგვიძლია დაუკავშირდეთ სხვა ექიმს. და ღია სივრცეა ეს. ღია სივრცე არის აბსოლუტურად მეორე მომენტი ახალგაზრდა ქირურგების აღსდგა და განვითარება. ჩემი რეზიდენტების ყოველთვის მინდა რომ მე არასდროს არ ვიყო მათთვის ერთადერთი პროფესიონალი, რომ ყველა წამყვანი ქირურგის რაც შეიძლება მეტის აზრი და მიდგომა იცოდნენ, რომ თავისი ტექნოლოგია, თავისი მიდგომა ჩამოაყალიბონ დროთა განმავლობაში საუკეთესო მათი პაციენტისთვის და ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სჭირდება ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომ ეს პაციენტისთვის უსაფრთხოდ მოხდეს.
პროცესს და უკვე არსებული ექსპერიენსის გამოცდილების გამოყენება ამ კუთხით სხვა ექიმების მნიშვნელოვანესი არის აქ. გეთანხმებით აბსოლუტურად, ამიტომაც ზოგადად ასოციაციები უამრავია მსოფლიოში სამედიცინო კუთხით, მაგრამ რა მნიშვნელოვანია, რამდენად ექიმი იყენებს აი ამ ასოციაციების შესაძლებლობებს, ხო? რამდენად იქ არის წვდომა და რამდენად ის ყველაფერი მე მოგაქვს და შენ პრაქტიკაში იყენებ, ხო? ჩვენ როცა მოგზაურობთ, დავდივართ, ვსწავლობთ რაღაცას ვეცნობით, შეიძლება 4 დღიანი სამუშაო რეჟიმიდან სულ რაღაცა ერთი პატარა რაღაცა აიღო იქიდან და ის რაღაცა უკვე დანერგო და გამოიყენო, რაც არის სწორედ უკვე პროფესიული ზრდა და ასე ვთქვათ, ამ ჩვენი სიკეთის პაციენტებამდე მიტანის საშუალება. რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დღეს საქართველოში ამ მიმართულებით გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ვინც ჩამოდის ვთქვათ ჩვენთან, ეხლა სამწუხაროდ რაღაც ომიანობის პერიოდია მსოფლიოში და ძალიან შეჩერდა ეს მიმოსვლა ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის იმ რეგიონებიდან, სადაც ახლა ესე მწვავე დაპირისპირებებია. თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა არის უფრო ისე დაინტერესებული ჩვენი ბაზრით? აბა თუ ყავთ ეგეთი პაციენტები. ისრაელი, თქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონები, თქვათ, თუ სხვა. ძალიან ფართო და თანაბარი გეოგრაფია გვაქვს, ჩვენც ვაყალიბებთ, რადგან მარტო 4 წელია ვარსებობთ საქართველოში. ფართო გეოგრაფია არის და რაც ყველაზე საინტერესოა ჩემთვის, ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის უშუალოდ კანადიდან და ამერიკიდან. ჩვენი ქვეყნის ემიგრანტები თუ ასევე, მაგრამ არა მხოლოდ. ეხლა აი ბოლო 2 წელია დაგვეწყო თუ ეს იყო, ესე ვთქვათ, წარსული საბჭოთა კავშირის ადამიანი წასული სხვაგან და იქიდან ჩამოსული, იმიტომ რომ გემოვნება და მიდგომა ყველაფერი გვემთხვევა. ახლა დაიწყო უშუალოდ უცხოელი პაციენტი. რით ხსნით ამას? როგორც ჩვენც ვეკითხებით, გვაინტერესებს. ხო, აი რატო წავედი მე მე საქართველოში კანადიდან არ წავიდოდი დედას გეფიცები. არც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აქ სამკურნალოდ არ ჩამოვიდოდი. თუ მაქვს იქ საშუალება, რომ მივიღო სათანადო სამკურნალო. თუ იქ არ მაქვს საშუალება მივიღო სათანადო მკურნალობის ხარისხი, მე ჩვენ ხარისხს არ ვაკნინებ, უბრალოდ მაგ შემთხვევაში ინტერესი არის ფინანსური მხარე. ხო და არა სამედიცინო მომსახურების დონე. აი ეს არის, აი აბა გითხარი ეს საინტერესოა. ჩვენ შემთხვევაში ეგ ნამდვილად არ არის ფინანსური მხარე, ეს გამოვიძიეთ, ვკითხეთ პაციენტებს და აი მაგალითს მოგიყვანთ, რომ ბოლო პაციენტი იყო ნიუ-იორკიდან ჩამოსული მეუღლესთან ერთად, მეუღლესაც გაუჩნდა რატო საქართველოს. რატო იყო მე, აბა გითხარი. და ქაბატონო მოგვიყვარო, რომ აი სალომე ექიმო, რამდენიმე წელია და ეს ისტორია მეორდება, ბევრი გვიყვება, რამდენიმე წელია თქვენ გიყურებთ და მე ოპერაციას არასდროს არ გავიკეთებდი, ესეთი შედეგები როგორც თქვენთან, ესეთი მიდგომა და ფილოსოფია და პაციენტის მიმართ მიდგომა რომ არ მენახა თქვენთან, მარტო თქვენთან მინდა და ჩემთვის სულ ერთი არის სად ჩამოვა. და მე რომ მიდიოდა ყოჩახ თქვენო. ესე შემოგვიწყო ძალიან შემთხვევაში თქვენი დამსახურება არა მხოლოდ გუნდის, იმიტომ რომ მარტო ექიმი როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ვერასდროს ვერ მოერევა იმ მრავალფეროვან გამოწვევას და საჭიროებებს, რომელიც ნებისმიერ პაციენტს აქვს, იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგია რითი არის რთული, ძალიან ბევრი სხვა დარგის ქირურგს შეიძლება გაიგონოს ჩვენი საქმე უფრო მარტივი. რეალობაში რაღაცა კუთხით შეიძლება უფრო რთულიც იყოს, იმიტომ რომ ჩვენამდე მოდის ჯანსაღი პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, ყველაფერი სერვისიდან დაწყებული, ყურადღებით დასრულებული ტექნიკაზე და შედეგზე საერთოდ არ ვსაუბრობ. გუნდი ახსენეთ სალომე თქვენ, ხო? ეხლა ამ წუთას თქვი რომ გუნდი. აი ეს გუნდი რა პროფესიის და პროფესორით პროფესია სამედიცინო ბუნებრივია, რა მიმართულების ექიმებს მოიცავს იმისათვის რომ თქვენ თავიდან ABC-დან იმამდე ბოლომდე გაატაროთ ადამიანი სამკურნალო ჭრილში და შესთავაზოთ ყველაფერი რაც ჭირდება. ვინ არიან ეს ექიმები? დავიწყებ ქირურგებით, მე ან სხვა ექიმი ჩემი კლინიკის ყველას ერთ და იგივე მიდგომა აქვს. 2 დამხმარე ასისტენტი ქირურგი მყავს, რომელიც პაციენტზე არა მხოლოდ საოპერაციო ზრუნავენ, არავეთ შემდგომ 24 საათიანი ის გვაქვს მონიტორინგი პაციენტის ნებისმიერ დროს ჩვენ მოგწერს დაგვირეკავს და ეს ქირურგიული გუნდი. ეს ქირურგიული გუნდი. შემდგომ ყავს ზოგადი ექიმი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი, ჯერჯერობით ეს არის ერთი ადამიანი, მაგრამ აშკარად გვჭირდება მეტი და ვზდით, რომელიც პაციენტს სრულყოფილად ამზადებს წინასწარ, აწარმოებს დიალოგს, აი როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს წინა საოპერაციო მომზადება
ეხება ამ კონკრეტულ უშუალო ექიმს და ანესთეზიოლოგს. ჩვენი განკუთვნილი პირადი ანესთეზიოლოგი გვყავს, რომელიც კონკრეტულად მარტო ჩვენს პაციენტებს ემსახურება. პლასტიკური ქირურგია სპეციფიკა აქვს განსაკუთრებული თავისი. Pain management-ი თანამედროვე პაციენტს რომ მე ან საერთოდ არ ეთკინოს ხანდახან ესეც გავაგდოს, ან მინიმალურად ეთკინოს, სპეციალური ახლა ამისთვის ტექნოლოგიები და მიდგომები არსებობს აბსოლუტურად. ერთ-ერთი შიშია პაციენტის ძალიან არ მეტკინოს, როგორც ვიცით. მერე ეს არის რეაბილიტოლოგი და მისი გუნდი. პარალელურ რეჟიმში ხდება აპარატურული ტექნოლოგია. პაციენტი რომ მოდის 10ჯერ დისკომფორტი რო არ განიცადოს ეგრევე, ხედავთ ჩვენ. მერე ხალათში მიბრძანდება წვება სპეციალურ აპარატურაში, რომელიც ლიმფატიური და ვენური სტაზებს. კი. შემდგომ მიდის რეაბილიტოლოგი, რომელიც ხელით სწორი ლიმფოდრენაჟული ტექნოლოგიებით ამუშავებს შეშუპებას, რომ პაციენტმა შვება იგრძნოს და ეს შეშუპება დროებით მაინც გაიაროს და ასე შემდეგ. მერე ძალიან ძლიერი ადმინისტრაციული გუნდი გყავს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ხარისხიანი მომსახურება. ეს როგორც კოლ-ცენტრი, ხარისხის მართვა, პაციენტების გამოკითხვა, რამე ხომ არ დააკტათ, რამეს კიდე ხო არის სურვებდნენ. უმნიშვნელოვანესი საექნო სამსახური ყველა ყავს შერჩეული პირადად. ეს თქვენ დაგეგმეთ ესე ჟორდანიას კლინიკაში ვთქვათ, რომ კონკრეტულად ესე ამხელა დეტალებისგან იყოს შემდგარი ეს მომსახურება, თუ სხვა სფეროს დარგებშიც გინეკოლოგიაში, მაგალითად ონკოლოგიაში იგივენაირი ტრენდი არის, ვთქვათ, ჟორდანიას კლინიკაზე მინდა ორი სიტყვაც გითხრათ თან. კი, სიამოვნებით, ალბათ ამიტომ ესე შედგა ჩვენი პარტნიორობა, რომ ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს. ეს არსებობდა როგორც ჟორდანიას კლინიკაში, ესე არსებობდა ჩვენს. კი, მან ბევრი ჩემი კოლეგა მეგობარი მუშაობს და ძალიან კარგი ექიმების გუნდია. ნამდვილად. ამიტომ ავაწყეთ ცალკე პლასტიკური ქირურგიის სერვისის კონტროლი და სტანდარტები. შესანიშნავია, ძალიან კარგია ასეთი ხედვით და ასე ფართე ხედვით მიდგომა ერთ კონკრეტულ ადამიანს, როცა ეხმარება ამდენი სერვისი, როცა ეს ამ მუშა მდგომარეობაშია და წარმატებები თქვენს გუნდს. აქვე არ შემიძლია რომ სარეკლამოჭრა არ გამოვიყენოთ და წყალი ღვთის არ შემოგთავაზოთ ბრომატის გარეშე გაზირებული მინერალიზებული კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას სიახლე უკვე არც ისე თლად, მაგრამ კარგი პროდუქტი. აქვე ჩვენი ერთგული სპონსორი გავიხსენოთ, ეს არის აჰავა ბრენდი, რომელიც წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტეს, რომელიც აერთიანებს 21 სხვადასხვა მინერალს, მკვდარი ზღვის მინერალებზეა საუბარი, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. გეტყვით ასევე, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება შესანიშნავ სივრცეში, პოდკასტ პოინტში, სადაც ძალიან კარგი გუნდია და კარგი ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც ახლა სალომე და მე ვიმყოფებით. კარგი. არსებობს ესეთი წარმოდგენა, რომ ქირურგები კონვეიერივით მუშაობენ და შემდეგი. თქვენთვის რაოდენობა წარმატებასთან ასოცირდება, თვეში წარმოებული ოპერაციების რაოდენობა წარმატების ნიშანია, თუ მაინც უფრო მნიშვნელოვანი არის თითოეული პაციენტისათვის დათმობილი დრო და ხარისხი. მეორე რა თქმა უნდა და რეალურ ისტორიას მოგიყვებით არსად არ მომიყოლია აქამდე. ექსკლუზივი გვაქვს. ექსკლუზივი არის ნამდვილად. როცა ჩემს კარიერას ვიწყებდი, მე ასევე მაქვს დიპლომი სამედიცინო მენეჯმენტში და როცა ვიწყებდი ჩემს კარიერას, როგორც პლასტიკური ქირურგი, ასევე ხვენწყანალობდი კლინიკას. პლასტიკური ქირურგიის კლინიკას, სადაც ვაკეთებდი მხოლოდ მამოპლასტიკას. და იმის იდეა იყო, რომელიც ძალიან მომეწონა, რომ ჩვენ პაციენტებს შევთავაზოთ ნაკლებ ფასში, ის შევთავაზოთ იმ კატეგორიას, რომელსაც არასდროს საშუალება არ ქონია, რომ ეს ოპერაცია ჩაიდაროს. და ეს იდეა ძალიან მომეწონა. და ეს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ბიზნეს კოსტი და ბიზნეს მოდელი. და ეს აი ამ ესე ვთქვათ, ახალგაზრდული ენთუზიაზმით ავიღეთ ეს ჩვენ ხელში და ესე გამოვიდა კოდე, რომ 5-6 ოპერაციას ვაკეთებდი დღეში. კინაღა მოვხვდი. ძალიან რთული იყო. და მარტო ენთუზიაზმი და სიყვარული ჩემი პროფესიის და მიმართ და რა აღმოვაჩინე ამავე დროულად ვწერდი საკანდიდატო დისერტაციას ამ თემაზე. და ჩემი დასკვნა აღმოჩნდა, რომ ესე პლასტიკური ქირურგიამ არ უნდა იმუშაოს. არ უნდა იმუშაოს კი. არა. მერსედეს ყველა ვერ მართავს და ვერც ბენტლის. ვერა. ესია სოციუმი განაწილებული, ავია თუ კარგია, ეს ასია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს არის ფუფუნების საგანი
და დღეს მსოფლიოში კაცობრიობა ისტორიულად ესეა, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა საშუალებები ეძლევა, თუმცა საწყისად ყველას ეძლევა საშუალება რომ რაღაცას მიაღწიოს და ამ მიღწევებიდან მე ხდება უკვე ვინს რა საშუალებებს გამოიყენებს. ესეთია ეს მედიცინა. ფუფუნების დარგია ეს მედიცინა, რაც იაფი არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება. გამორიცხულია ისე როგორც სამწუხაროდ მედიცინა იაფი შეუძლებელია იყოს. თუ კი ხარისხზეა საუბარი, ისევ და ისევ ყველაფერი დადის თქვენ როგორც აღნიშნეთ წეგან ექიმების ინდივიდუალურად თქვათ კეთილნებაზე, როცა კი არის საშუალება ჩვენ როცა ადამიანებს შეგვიძლია დავეხმაროთ, ეს არის სრულიად კეთილნება. თავისთავად მედიცინა თავის სტრუქტურით ძვირადღირებული პროდუქტია, მაშინ ხარისხთან ასოცირდება ეს. მადლობა უკავშირისათვის. როდის ეუბნებით პაციენტს უარს ოპერაციის ჩარევაზე, მაგალითად ეს არის სამედიცინო უკუჩვენება, ერთი, როცა მომზადება ჭირდება პაციენტს ან თუ სხვა რამე, როცა ვთქვათ ადამიანი მოტივირებულია, აჟიტირებული მოდის, უხარია, მოვიდა ექიმთან და უცებ უარით ისტუმრებ. მე მყავს ეგეთი ბევრი პაციენტი და მიმბრაზდებიან ხოლმე, მაგრამ მესმის. უარი უნდა უთხრა, მაშინ როცა უარი უნდა უთხრა. რა არის ამის ძირითადი, ასე ვთქვათ, მიზეზი, როცა უარს ეუბნები პაციენტს ოპერაციაზე? როცა ობიექტიურად სიტუაცია იმდანად კარგია და პაციენტს აქვს შეცვლილი აღქმა თავის საკუთარი თავის. ეს ძალიან ხშირად ჩვენთან ძალიან მიხარია, რომ მინიმალური პროცენტია ესეთი პაციენტების და უფრო ალბათ დავასახელებდი ახალგაზრდა ქალბატონებს, გოგონებს, ხანდახან 18, 19, 20, 21 წლის, რომლებიც მოდიან აი ზუსტად იმ ფოტოებით, დაფოტოშოპებული ფოტოებით, რაც უბრალოდ არ არსებობს გნევში. მაგალითები ნიმუში მოაქვთ, ასე ვთქვათ, ხო? სხვა ვიღაც. ზუსტად და გონიათ თავისი თავი ნაკლები თუ არა რომ შეიძლება მეტიც იყოს, ხო? ნამდვილად და ზის ჩემთან ანგელოზი და მეუბნება რომ როგორი ცუდად აქვს საქმე, რამდენად უშნოა და ალბათ 40-60 წუთი ვუთმობ იმას რომ აუხსნა და სარკისთან დავაკანო, როგორი ლამაზი ხარ ნახე. და ძალიან ხშირად ზოგიერთ პაციენტს აი ეხლა აღმოვაჩინე მოგწერა უკავშირი პაციენტმა რომ თურმე რამდენიმე წლის წინ ესეთი საუბარი ქონდა და აღიარა რომ თურმე არც ერთი ოპერაცია არ მჭირდებოდა და მე აუცილებლად გავიკეთებდიო თქვენ რომ ვარი არ გეთქვათო და აი ეხლა გავიგე რატომ და უღრმესი მადლობა და ეს ყველაფერია. ნუ ეგ არის პროფესიონალიზმი, მე აბსოლუტურად გეთანხმები, მადლობა ამ სიტყვებისათვის, იმიტომ რომ ყველა მაყურებელმა ვინც გვისმენს და გაიგებს ამ ინტერვიუს, მოკრავს ყურს, იცოდეს რომ უარით გასტუმრება ექიმის მხრიდან ეს მის სასიკეთოდ ხდება და არა რაღაცის გამო. პირიქით, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს პაციენტი, როცა ყოველთვის ყველაფერს თავაზობენ და ასე ვთქვათ, რაღაცა სარგებლის მომტან ხიბლად განიხილავენ ადამიანის ვიზიტს ექიმთან. ეს არასწორია, ამიტომ შეფასება, პერსონალიზებული დასკვნის გამოტანა და ხშირ შემთხვევაში ვარის თქმა, თუნდაც არა ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია. მისასალმებელია. კარგია, ყოჩახ, კარგია. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. აი მაგალითად მოვიდა ადამიანი და მოგიტანა ვინმეს ფოტო, თქვენ ახსენეთ წეგან ეს ფოტო, ხო? რამდენად რეალისტურია, რომ ქირურგმა თუნდაც მისი უპრეცედენტო ვირტუოზობისა მიიღოს ის რეალობა, როგორც თქვათ ერთ ადამიანს სურს რომ გახდეს სხვანაირი. შეუძლებელი რა თქმა უნდა და არც არის საჭირო. იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, ყველა ადამიანი უნიკალურია და ჩვენ ესე უნდა დავტოვოთ. მაგრამ საინტერესო ის მოვლენა რომ მე პირიქით ვთხოვ პაციენტებს რომ მომიტანონ ფოტოები. ეს რაში მეხმარება? იმიტომ რომ უმეტესობა არის ვიზუალი. ასე თუ ისე ვიზუალიზაცია ჩვენ გვჭირდება. ამიტომ პაციენტები რომ ამ ასე ვთქვათ, დავალებას ასრულებენ და მომიტანებენ იმ ფოტოებს, რომელიც ძალიან მოწონთ და ასევე რომელიც კატასტროფულად არ მოწონთ და არ უნდათ რომ გქონდეთ არც ერთ შემთხვევაში, ეს გვეხმარება იმაში, რომ მე გავიგო ვიზუალურად რა მოლოდინი აქვს პაციენტს და რეალისტურად სადამდე მივიყვანე ამ პაციენტს, რომ უკეთესად ეს ავუხსნა. ამიტომ თუ ნებისმიერი ტექნოლოგია და მიდგომა შეიძლება სწორად გამოვიყენოთ და აქ ის შემთხვევა ზუსტად. სალომე, რითი ხარ შენ ცნობილი დღევანდელ რეალობაში, მაშინ, როდესაც არსებობენ ქირურგები. იმის ცხვირი ყველაზე მაგარია, იმას ტუჩი გამოზდის მაგრა, იქ თუ ნიკაპს გაიკეთებ, ყველას აჯობებ, იმის ძუძუები ყველაზე სექსუალურია. სალომე რითი არის ცნობილი? მე ალბათ ვისურვებდი რომ უფრო მიდგომით კონკრეტულად ზოგადად ვიყო დაფასებული, მაგრამ ზოგიერთი პაციენტი ახსენებს რომ
მუცელი ალბათ და მკერდი. აბდომინოპლასტიკა და ძუძუს თემა. ოკეი, მიღებულია, აბსოლუტურად მიღებულია. ანუ ლიპოსკულპტურა გულისხმობს აქვე მაყურებელს უთხრათ, როდესაც საკუთარი რესურსების გამოყენებით შესაძლებელი ერთი ადგილი შეამწირო, მეორე მოცულობაში გაზარდო და გამოიყვანო სხეულის კონტურები და ეს ძალიან კარგი მიმდინარეობა დღევანდელ პლასტიკურ ქირურგიაში და საკმაოდ ეფექტურიც. კარგი, მივადექით ესეთ რუბრიკას მითები თუ რეალობა. დავამსხვრიოთ მითები? დავამსხვრიოთ სიარული. კარგი, მოდაშია სამედიცინო გადაცემებში მითების მსხრევა, თუმცა მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი და ამიტომაც არის მოდაში. ჩვენც ესეთი მითები მოგიმზადეთ. პლასტიკური ოპერაციიდან ერთ თვეში უკვე საბოლოო შედეგი ჩანს. სამწუხაროდ და არა, ეს ფიზიკურად შეუძლებელი არის და ყველაფერი 100%-იანი მითია, აი. 100%-იანი მითია. წყალი რო არ გავა ისეთი მითია. ნებისმიერ ჩარევისას, მაგალითად, სალომე შენის ნებართვით ვიტყვით მაყურებელს, რომ მაგალითად, აი, კანი რომ გაჭრა, ხო, ესე და უბრალოდ გაკერო და თქვა, რომ კანი გავკვეთე, გავკერე. აი ამის საბოლოო შედეგი 1 წლიდან კი არა, 3 წლამდე ჭირდება, რომ ბოლოს თქვა, რომ ნაწიბურის ფორმირება დასრულდა და მე მივიღებ, თქვა, AM ტიპის ნაწიბური. აი ესეთი არის ეს დარგი და ამიტომაც დრო მოთმინება სწორად ნაბიჯების გადადგმა და რა თქმა უნდა ჯანსაღ ექიპთან მოხვედრა ეს ნაცვლავარია საბოლოო ჯამში კარგად დასრულდება. მეორე, Instagram-ზე ასე იყო და მე ზუსტად ეს მექნება? არასდროს. არასდროს, კარგი. შეხორცების პერიოდი ყველასათვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა არა, ჩვენ ყველას განსაკუთრებული ორგანიზმი გვაქვს, შესაბამისად არ უნდა ველოდოთ ერთნაირი რეაბილიტაციას. აი ხა მაგარი მითია რა, ან რეალობა არ შენ მითხარი რა, პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მარტო ზამთარშია რეკომენდებული. კი, ამაზე ბევრს საუბრობ, თითქმის ყველა პაციენტს ამაზე კითხვა აქვს, მაგრამ გავიხსენოთ ესეთი მეკები პლასტიკური ქირურგიის, როგორც არის თქვათ, დუბაი, მაიამი, ლოს-ანჯელესი, ბრაზილია კი ბატონო, სადაც მუდმივად ცხელა და მშვენიერია ეკაბავე, მაგრამ იმდენად არ მოქმედებს სეზონი, როგორც თქვენი საკუთარი გეგმა. ის პაციენტები, რომლებიც სეზონურ ქვეყანაში ცხოვრობენ და აქვთ ერთადერთი ზაფხული რომ დაისვენონ, თუ თქვენ გაქვთ ისეთი გეგმები, სოციალური კუთხით, რა თქმა უნდა ეს უკუჩვენება არ არის. კარგი და აქვე დავამატოთ რომ თუ სახეზეა ჩარევა, მაგალითად პილინგები, მაგალითად სახეზე სხვა ოპერაციები და გეგმავთ იმავე სეზონზე, იმავ პერიოდში ზღვაზე წასვლას, რა თქმა უნდა სახეზე ჩარევა ჯობია ის მაშინ გაიგეთო, სადამდე რეაბილიტაციის დრო მოგცემ საშუალებას, რომ მერე წახვიდე და იჭყუნპალაო ზღვის წყალში. ძუძუს იმპლანტი სამუდამოა, მითია თუ რეალობა? მითი არის, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ცნობილი არის ის ინფორმაცია და ყველა სერიოზულ ასე ვთქვათ, რესურსზე დევს, მათ შორის FDA.com, breast implants, რომ არც ერთი იმპლანტი, არც ერთი კომპანიის დამწარმოებლის არ არის მუდმივი საჭიროების შესვლას, უბრალოდ ზუსტად არავინ არის ეს როდის მოხდა. ფილერების შესაძლებელია ფილერებით, ანუ შემავსებლებით შესაძლებელია სახის ქირურგიული ლიფტინგის სრულად ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, არა, ეს არ არის ალტერნატიული მეთოდიკები, თუმცა თანამედროვე მიდგომებთან დაყნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპლემენტარული არის. კი ბატონო. პლასტიკური ქირურგია მხოლოდ ქალებისთვისაა. არა, რა თქმა უნდა, არა და ძალიან მიხარია სხვათა შორის, უფრო მეტი ბატონი მოდის ჩვენამდე, ეს დაიწყო ყველაფერი მეუღლეებით. მაიცა კაცებმა ეხა ვაჯობეს ქალებს თუ რა. ჯერ ვერა, ნამდვილად ვერა. მაგრამ ამისკენ ნამდვილად მივდივართ. ვაი, ძალიან საინტერესოა. კარგი, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დროს კომპრესიული ტრიკოტაჟით, ანუ თეთრეულის და კორსეტის ტარება არაფერს სულის, ანუ გინდა ატარე, გინდა არა, მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტური მითი არის ეგეც, იმიტომ რომ ბოლომდე არის დამოკიდებული სწორ თან ხარისხიანზე. ხარისხიანზე აბარა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სალომე, შენ თვითონ ხომ არ გინდა რაიმე დაამატო, რაც შეიძლება მე გამომრჩა და შენთვის მნიშვნელოვანია როგორც ქირურგისთვის, რომელიც დღეს მოღვაწეობდა აქტუალურიც ხარ და აქტიურიც ხარ ამ სფეროში. მე ალბათ დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ გამომრჩა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გუნდის წევრი, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც ყველა ჩვენს პაციენტს წინასწარ ამზადებს და სრულ რეაბილიტაციის განმავლობაში ხანდახან დისტანციურად ყველა პაციენტთან გვერდით დგას და ეხმარება ამის ყველაფრის აღქმაში და
გადახარჯვის. დღევანდელ მძაფრ დაძაბულ სამყაროში ეს ნებისმიერი დარგის მიმართულებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა საუბარია საკუთარ სხეულსა და სახეზე და აქ ცვლილებების შეტანაზე. მას სათანადო მზაობა ჭირდება, პოსტოპერაციულ პერიოდში მეთვალყურება ჭირდება, ზოგ შემთხვევაში კიდე როგორც აღნიშნეთ, დისტანციური კონსულტაცია სულ 1 წუთი გასაუბრება შეიძლება ადამიანისთვის ძალიან დიდი შვება იყოს. სალომე, ძალიან დიდი მადლობა. მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ჟორდანიას პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე სვანაძე. ჩემი კოლეგა პლასტიკური ქირურგის შესანიშნავი ადამიანი, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, წარმატებებს გისურვებ, ბევრ ასე ვთქვათ, შენ ხელში ბევრ პაციენტს გაივლოს, ვინც იქნება კმაყოფილი თავისი მიღებული შედეგებით. მადლობა და წარმატებები შენ და შენს გუნდს მთლიანობაში. დიდი მადლობა. მაყურებელს ვემშვიდობებით, უყურეთ პოდკასტს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენთან ერთად. მადლობა. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.